მისადა და ძისადა და სულისად მისადა. Ყველარი ხარების დღესასწაული და ზუსტად ჩვენთან დღესასწაულია მოდიან 10 საათზე წირვაზე. და ამ კვირას კიდე კი სცენება არის მარიამ ლოგიტელის სცენება. ადამიანებსაც წერა-კითხვა არ იცოდა, თურმე წინა 29 წამამდე არასდროს ცხოვრობდა. სულ კი ყოფაქცევის იყო. განმარტოებითი ცხოვრებით მიაღწია იმას, რომ გახდა ყველაფრით ცოდნა, იმას ქვია სულიწმინდით. ასევე ყველას რო უჩებდო, იკითხეთ საბავშვო ბიბლია, იკითხეთ სახარების გამარდება. ეს წმინდა წერილი დაწერილია სულიწმინდით და უნდა იკითხოთ გამარდება, იმიტომ რომ ერთი და იგივე წინადებას გებულობენ სხვადასხვანაირად. და სულიწმინდით კიდე რა ნაწინასწარმეტყველები რომ მეორედ მოსვლის წინო იქნება როგორც ნოეს დროსო და ნოეს დროს კიდე რა იყო? იყო სრული განდგომა. ამ სრულ ღვთისგან, ამ სრულ განდგომაში რა ეხმარება? მასმედია. ეს ნაწინასწარმეტყველებია რომ ოჯახებში შემოვაო, ეშმაკიო, ყუთის სახეთო და რქები ექნება სახურავზეო. აღა მე მახსოვს უყურებდი კინოს ასეთი იყო მრავალსერიანი იყო პავლე კოჩაგინი იყო ჩემთვის გმირი და ამ დროს ბავშვები და მოწუნე ვიყავი და ვერ ხვდებოდი რომ გმირი რატომ დაყოფილიყო რევოლუციონერი კაცი. ვიღნეს დაანგრიეს დაძრები დახვიდეს მოწუნეები და ჩვენთვის მასმედია მატყუებდა ვიყავი პიონერი კონკავშირელი სკოლა ის მატყუებდა რა ქვია უმაღლესი ესე იგი ერთია ტექნიკური პროგრესი, მაგრამ 70 წელი ყოფილ საბჭოთა კავშირში მასწავლებლები, ესე იგი, რას გვასწავლიდნენ? პროფესორები, ვისაც პროფესორები ერქვათ. ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან და ადამიანი მაიმუნისგანო. და როცა მეუბნებიან, აი დასავლეთი თუ ცუდია, რატომ მივდივართ მაშინ? განა ვამბობ მე რომ თქვენ არ უნდა მიიღოთ ცოდნა ევროკავშირში ან ამერიკაში. იქ 1000-ჯერ მეტი დიდი ცოდნაა, ვიდრე ესე იგი აქ იმაში რა ქვია უმაღლესი იქნება თუ სკოლის განათლება, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა რომ სიყვარული არ ნიშნავს ყველაფერში თანხმობას. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფერი გიკარნახონ. რა განსხვავება ხარ საბჭოთა კავშირის და ევროკავშირის შორის? ისინი არ მალავენ ჩვენ რომ ფულს გაძლევთო, ჩვენ ხელისუფლებას ეუბნებიან. ჩვენ დაგვუზე უნდა იცეკოთ და იმღეროთო. და ჩვენ არა მარტო იმას გვასწავლიან თუ ბილეთი გაქვს არ დაუთმო იმას ორსულქას და მოხუცკას და თუ იხშობა მამა და ძმა რომელი გადაარჩინო. არამედ მატერიალურშიც კი მე ნაცნობი მიყავს პირველ რიგიდან, როცა ევროკავშირში შევედითო შაქრისის ქონდაო წარმოებაო და დაგვახურიესო. ესე იგი, აი და ამ დროს ათასობით კაცი მუშაობდაო. ესე იგი, არა მარტო სნეობაში ერევიან, როგორ გაზარდო შენი შვილი, არამედ მატერიალურშიც კარნახობენ ყველაფერი იქ წდება. ესე რა თავისუფლება გამოვიდა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს და ამას როცა ვლაპარაკობ, ზოგი ამბობს, რუსეთში მეტი გაყრნება, რუსეთში ასეთია დიქტატურა. განა ვადარებ მეცნიერებას რუსებისა და ფრანგებისა. მე ვამბობ, რომ კომუნისტური წყობა იყო ღალატი. დემოკრატია მოღალატეა, თვითონ კანონი, აი თვითონ დემოკრატიული ქვეყნები არიან მოღალატეები ღმერთის რადო? იმიტომ რომ დილსიტყვაობა, სიძვა, მუშობა ყველა მარტო ქრისტიანობაში კი არა, ნებისმიერ საწმუნდობაში ცოდვაა. და მე ბავშვები მეუბნებიან აღსარებაში 8 წლის გოგოები დილსიტყვაობო. ეს ბავშვები ეს თურქები მიყვარს, მაგრამ აი რომ მივდივარ სტუმრად უყურებ, რა არის თურქული სერიალები, ინტრიგები, ფეხის დადება, შური, ბოროდება და რა უნდა დიდმაც რა უნდა მიიღოს იქიდან. ადრე ეს ათეისტური წყობის დროს რა ხდებოდა? ღმერთი კი იყო ამოღებული, მაგრამ ისეთი ფილმები გადიოდა, დღეს ახლა ქართული არხი რომ აი გადის. შეიძლება 100-ჯერ უყურო. იქ ვერ ნახავ ბეციტყვაობას, იქ ნახავ, იქ ესე იგი კი სიკეთე იმაჯოს. აი ეს მარტო საბჭოთა კავშირში კი არ ხდებოდა. ინდური იყო, ჩინური იყო თუ ესე ფრანგული იყო, სიკეთე იმაჯვებდა. აგერ ისეთი მუთმებიდან რო დავიწყოთ, ისეთი მუთმები არის, რომ თუ არ გააკონტროლებ შენ ბავშვს, ფსიქიატრთან მისაყვანი. და ამიტომ და კარგსაც რო უყუროს, მთელი დღე თუ დაუჯდება ბავშვი იმას ინტერნეტს და ტელევიზორს, ფიზიკურად ხო დასუსტდება. მე ზოგიერთი ამბობს, რომ ჯანმრთელობა შეერყა და როცა ვეკითხები თუ გარეთ არ გამოდის და ხა თუ აი ის ვირუსებიც რო იყო, რამდენს უთქვია რომ სიარუსი გადიდანა ვირუსი, ჰაერზე სიარუსს აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთმა მითხრა ვიღაცამ ძაღლი მაჩუქაო და
ცხედაში ცხოვრობენ და ეგ მთა არის ირგვლივ და ეგ სულ ექიმებთან დავდიოდიო. სწავლება ვერ მიშველაო და ეს ძაღლთან სიარული დავიწყო მთებშიო, იმის შემდეგ კარგად ვარო. მნიშვნელობა აქვს ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სუფთა ჰაერის განსხვავება თბილისსა და იმას ჰაერის შორის, ჩვენ ჰაერის შორის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური ჯანმრთელობის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას უყურებთ, რას უსმენთ. და ამ დროს არის ხალხი არიციან, არ დაუგრიხიათ სახარება. ზოგი ამბობს წაკითხული მაქვსო, მაგრამ გულში ვეჭამე დღესაც ხომ უნდა ჯამო და იმ სახარების კითხვა რატომ მაგარი განსაცდელი რო გაქვს ცხოვრებაში. ან წვიდადა ცხოვრებების კითხვა. ეგ დაინახავ რომ აი იოანი დამასკეს ხელი ქონდა მოჭრილი და გაუნფრიან და ეგ დაინახავ რომ ზოგი ამბობს რომ მე ზიარების ღირსი არა ვარ. პირველი ვინ წავიდა სამოთხეში ავაზაკი წავიდა. მარიამ მეგვიდელი ვინ იყო კიდე ქუჩის ქალი იყო 12 წლიდან 29 წლამდე და რას მიაღწია ჩემზე მეც და თქვენზე მეც მიაღწია. წელაკითხვა არ იცოდა და გახდა ყველაფერი ცოდნა, იმას ქვია სინანულით. ეს სინანული მოგცეს ღმერთმა. ევროკავშირი მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავეთანხმო არასწორ ქორწინებას. რუსეთი მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავეთანხმო ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მაგრამ ამ მთლიანობის აღდგენა ქინებით კი არ მოხდება და ვანძღვით და ცივილკივილით მოხდება. ნათქვამია სამუნებში რომ წმინდა ძევში ქმრის ვერ იხსისო დიდი ძალაო და ქვეყანას დიდი ჯარიო. არაფერი გეშველება, რაც თუ ღმერთის ნება არ იქნება. და ღმერთის ნება როდის იქნება? გამთლიანების. როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი დავემორჩილებით ღმერთს, იმას ქვია სინანული და ზაფხულში, ახლა მოდის ზაფხული. აი იქიდან ჩანს ვინა ვარ ჩვენა, დროის მოდის თუ ღმერთის შვილები. დროის და მოდის შვილები ვართ, ვის მაზიარებლები ვართ, ისინიც კი. უნდა ვიყოთ ღმერთის შვილები უნდა გავხდეთ. ახლა ამის შემდეგ მე წყალს გასხურებთ, იმიტომ რომ მე 7 ჯედისხება იქნება და მე 7 ჯედისხება გაიარეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, იმიტომ 7 ჯედისხებით ხდება იწოდები გებადიება, რომელიც არ გასწოს. არ აუცილებელი 2 და 5 გაიარო, მათ თუ გინდა იყავიო. და მე ეს 7 ჯედისხებები თქვენ ნაცნობებს შეგიძლიათ ვთქვათ 4 შაბათსაც იქნება 10:09-ზე პირველ შეწირული ქვია მე 7 ჯედისხება იქნება ზობასაც ვინც არ გაევლის. გაგახაროთ ღმერთმა და რაც შეეხება ის ცუდად რო ვართ, აი შენ თუ იმდენი ვალები გაქვს რომ ვერ იხდი, გამართებულია საზოგადოების წასვლა, მაგრამ რამდენია რომ უკეთესად იცხოვროს მატერიალურად და ყველამ თუ წავიდა ხა დარჩება საქართველოს ქართველების გარეშე. თუ იძულებული ხარ და ამ მუშაობით ვერ იხდი, კი გამართებულია. რამდენია რომ იქიდან ცხოვრობენ, ვალებს იხდიან, მეთქვა გამომანჯოს, მაგრამ რამდენია რომ იმიტომ რომ კარგად ისწავლოს, ამ დროს მაზიარებელია, იქ უკეთესი სწავლება, იმიტომ რომ უკეთესი ავიჯი ქონდეს, თან მაზიარებელი ხარ. და კიდევ ვამბობ რომ ძალიან ბევრი გასულები ვარ და ამიტომ თუ ვალებში არ ვართ ჩავარდნილი ბანკის მიმართ, ჩვენია ჩვენ ქვეყანაში ვიყოთ. ეს ახლა ჯვარი ქვია მას, სიტუაციას მე გასვდეთ რომ მოციქულები ღარიბები იყვნენ, მატერიალურად ღარიბებად დარჩე, მაგრამ ადედნენ ღმერთს. უნდა გვასვდეს წმინდა გიორგი. როგორ წამებაში იყო 6 თვე, მაგრამ არ გაბაროდებულ არა მარტო ღმერთისადმი, არამედ ადამიანისადმი, ვისაც ქვია ფაშისტი დიოკლეტიანე, ვინც ამოწყვეტა 100-დაშობით ქრისტიანი, ზოგს კიდე ეს ხელისუფლება ზოს. ზოგს ოპოზიციას ზოს. და სიძულვით თუ გარდაიცვლები, საწახვა. ვერ მოხდები სამოთხეში და ღმერთმა და ვისაც ვის დაგვიშავა, ან ვის გვიშავებს, ვისის გვეშინია რა უნდა გავაკეთოთ? დილას საღამოს თოსებში უნდა მოვიხსენოთ. რომ შენში გაქრეს განკითხვა, შენში გაქრეს შიში, შენში გაქრეს სიძულვილი, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ რომ მამოჩვენოში ჩანს მაბადია როგორც ვაბადიებ. ამიტომ შევიყვაროთ ლოცვა და წმინდა ენოს მაგალითი მომყავშირად. პატარა გოგო იყო სულ 15 წლისა. და რამხელაძელა გოსვას ჩანს წმინდა ენოს მაგალითზე. მოაქცია მეფე მირიანი, სპარსი ირანელი კაცი. ჩვენთან არის ღმერთი.